საღამშვიდობის მოგესალმებით ყველას და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. დღეს ჩემს ვიდეოში მინდა რომ ერთ-ერთი ჩემი მაყურებლის კითხვას პასუხი გავცე სწორედ აი ამ ვიდეოს მეშვეობით. კერძოდ კი პაატა გალუაშვილის კითხვას პასუხი გავცე, რომელიც მეკითხება რომ ვთქვათო საქართველოში მომცეს ვიზაო, სამთვიანიო და ჩამოვედიო და გარდა იმისა, რომ უცხოელთა დაწესებულებაში უნდა მივიდე, რომ ვიზა მოვითხოვო, კიდე სხვა რაიმე თუ არის საჭირო. რომ მან გამიგრძელონ ვიზაო ბინადრობის უფლებითო. ამისათვის მარტო მოთხოვნაა საჭირო, თუ სხვა რაიმე პროცედურებია კიდე გასავლელიო. თუ შეგიძლიათო მიპასუხეთო. პაატა მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად ის რომ უბრალოდ კომენტარით გამეცა ამ შეკითხვაზე პასუხი და ეხლა როგორც გითხარი შევეცდები ამ ვიდეოს საშუალებით რომ გიპასუხო, რადგან აი ეს ვიზის თემა საკმაოდ ვრცელი თემაა, როგორც მე ინტერნეტში გადავხედე და წავიკითხე სხვადასხვაგვარი ინფორმაციები, ადრე ჩემ დროს კიდე სულ სხვანაირად იყო ყველაფერი და ეხლა მოგეხსენებათ და გითხარით რომ მე უკვე 23 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ. როგორც ვიცი, დაგეგმილი გაქვს გერმანიაში სამუშაოდ ჩამოსვლა და ძალიან ვრცელი ინფორმაცია ვიზებთან დაკავშირებით მოკლედ გერმანიაში მუშაობის შესახებ და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სამუშაოს შესასრულებლად გსურს შენ რომ ჩამოხვიდე გერმანიაში. რადგან ყველა სამუშაოს თავისი მოთხოვნები აქვს და ასევე შეგახსენებთ, რომ გერმანიას გააჩნია 16 მიწა და ამ ყველა მიწას თავისი წესები აქვს და შეიძლება რაღაც ცოტა განსხვავება თითოეულ მიწაზე იყოს. მაგალითად, მე ადრე ვცხოვრობდი მაინის ფრანკფურტზე და ეს არის ჰესენის მიწა და ახლა ვცხოვრობ ამჟამად კოლნში და კოლნი მიეკუთვნება ნორდრაინ-ვესტფალენის მიწას, ანუ ქართულად ნორდრაინ-ვესტფალიასაც უწოდებენ, როგორც ვიცი. აქედან გამომდინარე, ფრანკფურტსა და კოლნს შორის რაღაცეებში სხვაობა არის ცოტ-ცოტა უმნიშვნელო, მაგრამ რასაც ახლა მე ამ ჩემს ვიდეოში გადმოგცემთ აი ამ ინფორმაციას, ეს არის მთლიანი მონახაზი ძირითადი იმ საბუთებისა, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ, როდესაც სამუშაოდ მოდიხართ გერმანიაში. პირველ რიგში რაც მინდა რომ ვთქვა, რომ ყველა იმ საბუთებს, რომელსაც ახლა მე თქვენ ჩამოგითვლით ამ ვიდეოში, აუცილებლად უნდა იქონიოთ უცხოელთა დაწესებულებაში ვიზიტისას, როგორც ორიგინალში, ასევე თითო ასლი უნდა გქონდეთ თითო საბუთისგან. ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. მოკლედ დავიწყოთ. ძირითადი საბუთები, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ გერმანიაში ჩამოსასვლელად, როდესაც სამუშაოდ მობრძანდებით, მე გავიმეორებ ასევე წინა ვიდეოდან იმ პუნქტებს, რომელიც ასევე დაგჭირდებათ. იქ იყო უბრალოდ მონახაზი იმ საბუთებისა, რომელიც გერმანიაში თავდაპირველად გჭირდებათ, მაგრამ მე ყველა იმ საბუთს მაინც გავიმეორებ, რომელიც ვიზის გასაგრძელებლად გჭირდებათ, ანუ სამთვიანი ვიზა, რომელსაც ჩამოიტანთ საქართველოდან, გერმანიის საელჩოდან, რომ აქ გადააქციოთ Aufenthalts Erlaubnisად, ანუ ბინადრობის უფლებად. მოკლედ დავიწყოთ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის პასპორტი და ძალიან გთხოვთ, რომ პასპორტი იქონიეთ ისე, რომ გქონდეს ყველაზე ცოტა 2 წელი მაინც ვადა. არ წამოხვიდეთ ნახევარწლიანი პასპორტით, რადგან მე როგორც ინტერნეტში გადავხედე, წერია აი ესე პირდაპირ მოთხოვნილია, რომ თუ კი მაგალითად გერმანიაში თქვენ აპირებთ, აი უბრალოდ მაგალითად ვთქვათ, 1 წლით სამუშაოდ ჩამოსვლას, ამ შემთხვევაში თქვენ პასპორტს უნდა გქონდეს 6 თვით მეტი მოქმედების ვადა, ვიდრე ესე იგი იმ დროისა, რასაც თქვენ გერმანიაში განიზრახავთ, რომ გაჩერდეთ და იმუშაოთ. ანუ თუ მოდიხართ 1 წლიანი სამუშაოს ვადით გერმანიაში, ამ შემთხვევაში თქვენ პასპორტს ყველაზე ცოტა 1 წელი და 6 თვე უნდა გქონდეს მოქმედების ვადა. იმედი მაქვს, რომ მოკლედ სწორად გამოვთქვი ჩემი აზრი, რისი თქმაც მინდოდა.
მოკლედ, პირველი აუცილებლად გჭირდებათ მოქმედი პასპორტი ვიზასთან ერთად. აი ეს პირველი მოთხოვნაა. მეორე პუნქტი, ეს იქნება შევსებული განაცხადი ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით. არსებობს ინტერნეტში ასევე აი ამ განაცხადის ფორმა, არის სპეციალური ანკეტა, რომელიც შეგიძლიათ ინტერნეტიდან ამობეჭდოთ და უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, ანკეტა გერმანულად შევსებული. და ამ ანკეტას ეწოდება Antrag auf Erteilung eines Aufenthaltstitels. ანუ ესე იგი განაცხადი იმის შესახებ, რომ ბინადრობის უფლება მოგცენ. შემდეგი, რაც დაგჭირდებათ, მესამე პუნქტი, ეს არის აქტუალური ბიომეტრიული პასპორტის სურათი, რომელიც უნდა გქონდეთ გადაღებული არა უგვიანეს ბოლო 6 თვისა. თუკი თქვენ ახლა 1 წლის სურათს დააკრავთ, აი ამ ანკეტას დაგიწუნებენ. ასე რომ ეცადეთ, რომ ყველა ეს ჩამოთვლილი პუნქტი, რომელსაც ახლა მე ჩამოგითვლით ვიდეოში, ყველაფერი თან იქონიოთ, თორემ ძალიან გაგეწელებათ ბინადრობის უფლების აღება და ასე შემდეგ და თქვენ თვითონვე დაყრდნობით თქვენ საქმეში და აი ეს რო არ მოხდეს, ეცადეთ, რომ ყველაზე ჩამოთვლილი პუნქტი ყველაფერი თან იქონიოთ. შემდეგ, რასაც გთხოვენ, რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაოს ხელშეკრულება. Arbeitsvertrag oder konkretes Arbeitsplatzangebot. ესე იგი, სამუშაოს ხელშეკრულება ან სამუშაო ადგილის შემოთავაზების დამადასტურებელი საბუთი უნდა გქონდეთ. სამუშაოს ხელშეკრულება ან სამუშაო ადგილის შემოთავაზების საბუთი უნდა იყოს როგორც თქვენი დამსაქმებლის, ასევე თქვენს მიერ ხელმოწერილი, თორე ისე არ აღიარებენ, როგორც წავიკითხე. შემდეგი პუნქტი, ეს არის Erklärung zum Beschäftigungsverhältnis. ანუ ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ახსნა დასაქმების მდგომარეობის შესახებ. ეს არის, როგორც შევიტყვე, სპეციფიური ანკეტა, რომელიც დამსაქმებლის მიერ არის შევსებული და რომელშიც მითითებულია სამუშაო საათები, ხელფასი თუ თვიურად რამდენს აიღებთ ხელფასს და როგორი სამუშაოს პირობებში ესე იგი მოგიხდებათ მუშაობა. აი ყველაფერ ამ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს შეიცავს აი ეს ახსნა დასაქმების მდგომარეობის შესახებ. მეექვსე, ეს იქნება ჯანმრთელობის მოწმობა, ამაზე ახლა აღარ შევჩერდები. Krankenversicherung, როგორც გასულ ვიდეოში გითხარით და Meldebescheinigung-ი, ანუ უნდა დაფიქსირდეს თქვენი გერმანიაში ჩაწერა კონკრეტულ მისამართზე. სამოქალაქო დაწესებულებაში ასე ვიტყოდი და იმედია სწორად ვამბობ. თუ არა და შემისწორეთ არ მეწყინება. და შემდეგი მერვე პუნქტი, ეს არის რასაც აუცილებლად გთხოვენ, რომ უნდა გქონდეთ Nachweise über gesicherten Lebensunterhalt in Deutschland. Kontoauszüge und Gehaltsnachweis. რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლედ საბუთი უნდა გქონდეთ იმისა, რომ თქვენი, ესე იგი, საარსებო წყარო აქ გექნებათ უზრუნველყოფილი და არ იცხოვრებთ მაგალითად სახელმწიფოს კისერზე. ანუ ითხოვენ როგორც ვიცი, ბოლო 3 თვის ხელფასის ამონაწერს და ასევე თუ რამდენი გქონდათ თვიურად ხელფასი. აქ ჩამოსვლამდე. მოკლედ ყველაფერი ის არის პაატა, რაც დაგჭირდება, როდესაც აქ ჩამოხვალ სამუშაოდ და ზუსტად ეს 8 პუნქტი არის გასათვალისწინებელი. მაგრამ გაითვალისწინეთ ძალიან გთხოვთ, რომ ეს არის უბრალო მონახაზი, ძირითადი მონახაზი და თუ კი თქვენ ხართ მაგალითად აკადემიკოსი, ჩამოდიხართ აქ თქვენი პროფესიით და აპირებთ აქ მუშაობას, ამ შემთხვევაში კიდე სულ სხვა წესებია, როგორც გითხარით, ეს თემა ძალიან ვრცელი თემაა და მარტო აი ამ ვიდეოთი მე დღეს ვერ ამოვწურავ ამ თემას და შეცვლილია ბევრი რაღაცეები და ამ შემთხვევაში
მოგიწევთ, ესე იგი, საქართველოში მიღწეული კვალიფიკაციის აღიარება. ამ აღიარებასაც, როგორც ვიცი, სადღაც 8 კვირამდე სჭირდება, რომ თქვენი დიპლომის აღიარება მოხდეს და ეს კიდევ ყველაფერი, მოკლედ, უნდა გაითვალისწინოთ. რადგან მე არ ვიცი ახლა პაატა კონკრეტულ შემთხვევაში შენ, მოკლედ, რა სახის სამუშაოთი ჩამოდიხარ გერმანიაში, რადგან მე არ ვიცი, ეს არის ყველა იმ საბუთის მონახაზი, რომელიც ძირითადად შენ დაგჭირდება, რომ შენი ვიზა გადააქციო ბინადრობის უფლებად. მოკლედ, იმედია, რომ ყველაფერი გასაგებად გითხარით, თუ არა და შეგიძლიათ ისევ კომენტარებში გამოთქვათ, დაწეროთ თქვენი აზრი, დასვათ შეკითხვა და მე ძალიან მოხარული ვარ, პაატა, თუ კი ეს ვიდეო გამოგადგება, ძალიან მოხარული ვიქნები და ნებისმიერ თქვენთაგანს. თუ კი სასარგებლო იყო ეს ვიდეო თქვენთვის, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ეპიზოდი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დარჩით მიმდინარეზე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. მე იმედებით მიყვარხართ თქვენი მაგა დროებით. შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.